შეგახსენებთ, რომ ჩვენს Facebook გვერდზე ყოველ ორშაბათს დაიდება ფოტო, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სასაცილო კომენტარის დაწერა. გამორჩეულებს კი ჩვენ წავიკითხავთ. დღევანდელი თემა კი ასეთი გახდათ. ცხოველებს მცენარეების ხმები ესმით. ნახოთ ფოტო. აბა ნიკა, ძალიან საინტერესო ფოტოა და ახლა კი ერთად წავიკითხოთ რა მოგწერეს ჩვენმა თანამემამულეებმა და არა მარტო. მოკლედ დავიწყოთ პირველი აი ესეთი კომენტარი. ერთი ვეფხვ მაინც გავზარდე კვახებთან მეუბანი. კი ბატონო. მოგრეთ მე მაინც იმერელი ვარ კვახებ. კი ბატონო. ჩავასწორე. შემდეგი კომენტარი. ვეფხვი და გოგრა შაიბნენ, მიწას გახქონდა გრიალი, გოგრამ ვეფს მწარე დაგინა, დააწყებინა ღრიალი. შემდეგი კომენტარი მე სათაური მოვაფარ კვახის გოგრას ჩივილი. ზოლები მეც მაქვს და შერატო ხარ წითელ წიგნში შეტანილი და მე ღუმელში. კარგია. შემდეგი. ორივე ზოლები აქვს და გაიგი ახლა ვეფხმა იმაიმუნა კვახთან თუ პირიქით. ეს ეთქობა გვიან ღამით აქ დაწერილი. ეს ვეფხვი უცხოენებზე სწავლობდა კვახოლოგიის ფაკულტეტი აქ დამთავრებული 97-ში. შემდეგი ასეთი გახლავთ, ეს ეთქობა მაინც მე უნდა წამეკითხა. ესე იგი ვირმა იცის ხურმა რა ხელიცა, უბრალოდ არ ამხელს. კარგია. ესე კიტრი და პომინდორი რო ლაპარაკობს, გასოსულია სულ და ეს ამ სატაცურს არ უსმენს კაციშვილი. მე მეგონა შემწვარგოჩს პირში ბოლოკის სიმბოლურად ქონდა და თურმე გამოსამშვიდობებელ სიტყვას ეუბნება. ესეც მსგავსი კომენტარია წინასი მე მგონი. ეს ამბავი წესით არ უნდა გახმაურებულიყო, მაგრამ ვერ აჩერებს პირში ენას რეჰანი და რა გავაკეთე. გააჩერება კენა შენ პირში არ არის. ხო, ნუ გასაგებია რატომაც მსგავსები არის. ცხოველებს ესმით მცენარეების და ჩემშვილს არ ესმის ჩემი რა ვქნა? ვიშლია რომ აიდამაით. ეს ცოტა განსხვავებული შემდეგი ისე უყურებს მე მგონი ეს ვეფხვი ლენინია და გოგრა ბურჟუაზია. ესე იგი შემდეგი ოხრახუში ეძახე და მაგან ჩამიშვა მე ცოლთან. ოხრახუში ჩაშვებები გავაკეთე. ისე მონოლოგის თემების ფოტოც რო დავდოთ, საქმე გაგვიადვილდება სცენარისტებს. ეს მივხვდი ალბათ ბატონო ჩვენი სცენარისტების დაწერილია. კი ბატონო. არ არის პრობლემა ჩემო ილიკო. რამდენი ადამიანის კომენტარიც დაიწერება, ზუსტად იმდენზე გადანაწილდება შენი ხელფასი. კი ბატონო. შემდეგი ციცაკას მწარე ეძახე შენ და კი დაგხოცა იმ დღეს სიცილით კვერნები. ისე რომელმა მოგიყვათ სცენარემ თუ ცხოველმა მათი ბიოლოგიის შედარება ეს მაინტერესებს. ხო, ეს მომწონს. 12 საათამდე თუ უპასუხებ, თორე მე კონკია და ვეფხის ფოტო შეიძლება გაიჩიტოს. კარგია. შემდეგი გველსახრელით ამოიყვანს ომბალო ტკვილად მოუბარი. ომბალო ტკვილად. ხო და მაგ ზოგიერთი მცენარის ბრალია, მე რომ უკვე გადაშენებული ცხოველების ხმები მესმის. აი, ასეა ჩემო კარგო. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა. ჩვენ უკვე ხუთშაბათიდან დავდებთ ალბათ შემდეგ ფოტოს და ნახოთ როგორ წავ პარასკევიდან. კი და აუცილებლად ველოდებით თქვენს ახალისო და მხიარულ კომენტარებს ამა თუ იმ თემაზე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო.